პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას ჩავთავ და რამდენიმე წუთში ჩვენ მოусმენთ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს. ბატონო ნიკა, როგორ განწყობაზე ხარ დარჩით საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გარეშე? რა სიტყვით, რა მოლოდინები გაქვთ და პირადად თქვენი პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს, როგორც მერობის კანდიდატის, რაც უკავშირებთ ამ ყველაფერს, რასაც ქვია უგულავას დაპატიმრება? ძალიან დიდი მადლობა, რაც შეეხება განწყობას. განწყობა არის ძალიან საბრძოლო, გაათმაგებული ენერგიით, ნამდვილად, გულახდილად ვამბობ ამას. იგივე შემიძლია თქვა თითო ჩემს მეგობარზე, ვინაიდან ის რაც ვიხილეთ ჩვენ 2 დღის წინ, სამწუხაროდ მიწევს ამის აღიარება, სამწუხაროდ ვინაიდან ეხლა მოგწონს ხელისუფლება ცენტრალური, რომელიც ყავს, მავანს მოწონს, არ მოწონს, ის ჩვენი ხელისუფლებაა, ჩვენი პრემიერ-მინისტრია, ჩვენი პრეზიდენტი აირჩია 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ არა იმისათვის, რომ მსგავსი პოლიტიკური აქტები და დაკვეთილი დაპატიმრებები განახორციელოს. სამწუხაროდ მე არ მეგულება უბრალოდ, დღეს შეგნებულად 3 ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი ქართული ოცნების ხარდაჭერს, რომელიც ვიცი, რომ ნამდვილად ქართული ოცნების ხარდაჭერი არის. ვკითხე მოსაზრება თუ რას ფიქრობდნენ ამ დაპატიმრების ირგვლივ. და მივიღე ზუსტად ის პასუხი, რა პასუხის შემიძლია ეხლა გაგცეთ. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. ვერავე ვერ დაიჯერებს, რომ გიგი უგულავა მიმალვას აპირებდა. აი ბავშვს არ ჯერა ნამდვილად, როგორ შეიძლება ეხლა ყველაფერი შეიძლება დააბრალო გიგი უგულავას, ხო? მაგრამ ეხლა ის რომ ეხლა გარბოდა ის და აეროპორტში აიღო ბილეთი და მიდიოდა და არ დაბრუნდებოდა, ეს არის სრულად წარმოუდგენელი და მე ყველაზე მეტად რაზეც ვტკივა გული არის ის, რომ იმის მაგალითად ეს პროცესები მით უმეტეს მეორე ტურამდე რაღაცა 8 დღე დარჩა, ხო? რაღაცა დამშვიდდეს და მართლა ნორმალურად მივიდეს და საარჩევნო ყუთებთან გადაწყდეს ბედი თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამ დროს აბსოლუტურად აი საჭიროებაც რომ არ არის, აი აუცილებლობა რომ არ არის იმისა, რომ დააკავო ადამიანი და წინასწარ პატიმრობაში, ასე ვთქვათ, მოახვედრო, აკავე და ერთადერთი წუხვა რომ ამით თქვა მიწევს, მაგრამ ერთადერთი ასე ვთქვათ ახსნა ამას მე სუბიექტური შესაძლებელია ვიყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს იგივეს. ეს ემსახურებოდა უბრალოდ იმას, რომ აი ბატონ ჩემ კონკურენტზე მინდა ვთქვა, ბატონ არმანიას რაღაცნაირად წაეშორონ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ მოხდა, მოდით გულწრფელები ვიყოთ თბილისში, განსაკუთრებით რიგ სეგმენტებში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გიგი უგულავას ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა ეს ასე ვთქვათ წარმატებით დისკრედიტაციას, არ დააბრალეს ადამიანს და ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეხლა იცით არჩევნებამდე 8 დღით ადრე, ეხლა გიგი უგულავა რომ დავიჭიროთ, ეს კარგი რაღაცაა. ეს ამობად ჩვენ მომხრეებს, აი დავანახეთ, მოხდა ეხლა გიგის დავიჭირეთ. მაგრამ ბატონიკა, ერთ კითხვას ამისვათ, თუკი არსებობს კონკრეტული ბრალდებები, რომელიც მათ წარუდგინეს, თუკი არსებობს აი ამდენი საქმე, გიგი უგულავა კი ჩემი ოჯახის წევრი რო იყოს, ალბათონო ინგა. თავარია დამტკიცეს, რა თქმა უნდა, ყველა არის თანასწორი კანონთან. მაგრამ ვინ და არ გვიდა მოწონს ვინმეს არ მოწონს გიგი უგულავა არის პოლიტიკოსი. და როდესაც პოლიტიკოსი არჩევნებამდე 8 დღით ადრე დააკავებს, მას შორის ამ საჭიროება არ არის. ეს არის მინიმუმ. მარტო ამიტომ პოლიტიკური დევნა. თორე ვინ ამბობს იმას, რომ თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, მეც რო ჩავიდინო და ჩემო ოჯახის წევრმაც რო ჩაიდინოს დანაშაული, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. და კიდევ უფრო უარესი რა არის, იცით და მე არაერთხელ მithქვავს. არის ის, რომ აი ყველაფერი ის ცუდი მართლაც, რაც იყო წინა წლებში, წინა ხელისუფლების პირობებში. აი, არა ერთი-ერთი, არამედ გაახუთმაგეს, გააექვსმაგეს. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი კარგი, აბსოლუტურად დაივიწყეს, ვეღარ აკეთებენ. დღეს აი უყურებდი ტელევიზორს და რაღაცას ჯერ სატელევიზიო დაჭერები, ხო? ან სატელევიზიო დაჭერები. ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა გაუკვირდეს. ნიკა, მოდი შევთანხმდეთ, თქვენ არიყავით მაშინ ამ პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ სატელევიზიო დაჭერები შემიძლია ქრონოლოგიურად ჩამოგიყვანოთ. მაგას ვამბობ, კონტექსტიდან ნუ ამომაგდეთ თუ შეიძლება. სატელევიზიო დაჭერები სწორედ ამის თქმით და რაც ახლა თქვენ თქვით. სატელევიზიო დაჭერები იყო ის, რაც მეც არ მოწონდა და სამართლიანად ძალიან ბევრს არ მოწონდა და მათ შორის უმრავლესობას ვიღებ სტუდიაში ზის. ეს იყო უდიდესი შეცდომა. ეხლა დღეს ვიხილეთ რაღაცა ფარული ჩანაწერები, საგამოძიებო ორგანო მიაყო და ტელეკომპანია იმედს. არა მარტო იმედს, ყველა ტელეკომპანიის ეთერში. არა, ყველა დავაკონკრეტო. ტელეკომპანია მაესტრო. ყველა ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, მათ შორის რუსთავიორ და საჯელი შეკრებითობა. კი ბატონო, ხალბატონო იგა მე ნიშის მოგებით არ ვამბობ, უფრო გულიწუხრი
თვითონ მომამას. გუშინ სასჯელის შეკრებითობა დადგა ვიცესრიგში, რომელიც ასე ვთქვათ, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილი 2012 წლის არჩევნებამდე. ანუ მე ვხედავ, რომ რეალურად აი იმ სუჩი, სადაც მართლა ვიყავით ცუდ ნაწილში, ბრუნდებით, თან ძალიან წარმატებით. მაგრამ განსხვავება არის ის, რომ კარგი არსად არაფერი არ ჩანს. და ეხლა ბატონი კახა კალაძე როცა საუბრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ მერობის კანდიდატი, უნდა იცოდეთ ჩემი დამოკიდებულება რა მომჩენო. თქვენი დამოკიდებულება კახა კალაძის საუბრობდა როგორც საქართველოს მე მაქვს გადაღებული ოთახში როგორ გიკიდიათ მისი სურათი. ამაზე აღარ გვინდა საუბარი. როგორც ფეხბურთელი, კი ბატონო. არა, შუაში ეხა როგორც ფეხბურთელი, კი ბატონო, მაგრამ უნდა იცოდესო, ჩემი დამოკიდებულებაა და უბრალოდ შეგახსენეთ თქვენს ადგილობრივ ოთახში მაქვს გადაღებული. კი ბატონო, ხალბატონო ინგა, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ იგი ავტოთა საუბრობდა როგორც პროკურორი. და რა ძალიან სამწუხაროა რა ნამდვილად, იმიტომ რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ეხლა გამოდის ვიცე-პრემიერი. მე მართალ ვისურვებდი, რომ კახა კალაძეს ეხლა მიმდინარეობს სოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა თამაშები და აი ეს რეპორტაჟები წაიყვანა. ეხლა როდესაც გამოდიხარ და საუბრობ როგორც პროკურორი, ეს არ არის დაუშვათ შენი საქმე, კახა, ხო? ეს არ უნდა აქციო შენ საქმე. ამისათვის არის პროკურორი, მაგრამ აი ეს აღრეულია ყველაფერი. და მე მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო, ინგა და თქვენ იცით, რომ ერთი კვირის წინ თქვენ გქონდათ შემოთავაზება ჩემთან და ბატონ არმანიასთან დებატებთან დაკავშირებით. და მაინტერესებს უბრალოდ ძალაშია თუ არა დებატები თქვენთან. რასაკვირველია ძალაშია, მე საერთოდ უფრო მეცაც გეტყვით, იმეც ვიტოვებ, რომ არჩევნებამდე ეს დებატები ამ სტუდიაში შედგება. თუ ამას მეკითხებით, ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე. კარგით, ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ნიკა მელია, წარმატებას გისურვებ.